დღეს გახლავთ 26 მარტი და ზუსტად 1 წელი გავიდა იმ ისტორიული დღედან, როცა საქართველოს ნაკრებმა საშინაო არენაზე დაამარცხა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე. ეს დღეები, რა თქმა უნდა, მთელი ერისთვის ძალიან დასამახსოვრებელი და კარგი დღეები გახლდათ, ხოლო ამის შემდეგ უკვე სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდით რამდენიმე დღის წინ, რომლებიც დამაჯერებლად დავამარცხეთ ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 9-1 და ერთა ლიგის B დივიზიონში შევინარჩუნეთ კუთვნილი ადგილი. საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 5 ივნისს ჩაატარებს. ეს იქნება ამხანაგური თამაში, ტესტ მატჩი, ხოლო წინ კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მოხვედრის პრეტენზია, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებსაც აქვს. ახლა კი ვისაუბროთ უშუალოდ იმაზე, თუ ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები მუნდიალისკენ მიმავალ გზაზე. 4 სექტემბერს საქართველო თურქეთს დაუპირისპირდება საშინაო არენაზე, თუმცა აქ არსებობს ერთი სათუო საკითხი, რაც გულშემატკივრის დასწრება გახლავთ, რადგან სომხეთთან ბოლო დაპირისპირებისას საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი შევარდა სტადიონზე, რამაც UEFA ძალიან გააბრაზა და შეიძლება დისკვალიფიკაციაც კი მიიღოს ქართველმა გულშემატკივარმა და ვერ დაესწრონ ისინი პირველ მატჩს ამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მომდევნო მატჩს უკვე 3 დღეში ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს ქართველი ჯვაროსნები. აქ კი დასრულდება სექტემბრის საშინაო მატჩები ჯგუფური ეტაპის და უკვე 11 ოქტომბერს ესპანეთს დაუპირისპირდებით გასვლაზე, 14 ოქტომბერს თურქეთს, ხოლო შემდეგ ესპანეთს დაუპირისპირდებით ისევ ამჯერად 15 ნოემბერს დინამო არენაზე ქართულ გულშემატკივარს ისევ ექნება შესაძლებლობა რომ ნახოს საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება, ხოლო ბოლო თამაშს კი 18 ნოემბერს ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე და გაირკვევა შეძლებს თუ არა ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას. მე შეგახსენებთ, რომ ჯგუფში 2 საუკეთესო გუნდი გავა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი შანსები აქვს, რომ კიდევ ერთხელ დაწეროს ისტორია და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი. ვნახოთ თუ რას იზამენ შემოდგომის მატჩებზე ქართველი ჯვაროსნები.